საბავშვო ბაღი ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ნაწილში კედლები კი არ არის. არის აქაც ურთიერთობა. აქ მნიშვნელოვანია როგორი აღმზრდელი, როგორი ადამიანი დახვდება ბავშვს გარემოში და არ არის მნიშვნელოვანი, ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირველხარისხოვანი ეს ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ რა პროგრამა წერია ფურცლებზე, როგორი კედლებია ბაღში და როგორი კვების მენიუა გაკრული კედელზე, ამითი არ განისაზღვრება რამდენად უსაფრთხო, დაცული, ნდობით სავსე და მასტიმულირებელია ბავშვისათვის ის გარემო, სადაც ის შედის ბევრი საათის განმავლობაში. ჩვენ სამსახურში რომ მივდივართ, ხო გვინდა რომ კარგი მაგი და კარგი სკამი, კარგი რა ვიცი, კონდიცირება ზაფხულში და სითბო გქონდეს. ხო გვინდა ეს, ანუ ესეც რაღაცა ფიზიკური მახასიათებლებია, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა გარემო, სადაც თქვენ მიდიხართ პირველად. წარმოდგენა არ აყავთ, როგორი მენეჯერი დაგვხდება, წარმოდგენა არ გაქვს, როგორი თანამშრომლები დაგვხდება, ან შეიძლება დაგვხდეს თანამშრომელი, რომელიც სკამს არ გითმობს, მაგიდას არ გაძლევს, ანუ მიდიხარ ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი მოსაპოვებელი გაქვს სინამდვილეში. და როცა დასრული ხარ, რაღაცა სტრატეგიებს იყენებ. და როცა პატარა ხარ და გადიხარ შენი დაცული, უსაფრთხო, გადასარევი, საოცარი გარემო და სადაც ყველაფერი შენი იყო. და ეხლა შედიხარ გარემოში, სადაც კიდე 30 ბავშვი მაინც დაკვდება შენი ასაკის, მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ 2 წლის ასაკის ბავშვებზე. ეს ძალიან რთული რაღაცაა და ხშირად ნახეთ რაზე ლაპარაკობენ მშობლები, რომ 1-3 დღე იარა, გადასარევად იყო ყველაფერი 4 დღე და მერე აირია, მერე აღარ მოწონს, მერე აღარ მიდის, იმიტომ რომ ბავშვი არის ცნობის მოყვარე ადამიანი, შევიდა ამ გარემოში, ნახა რაღაცა მოეწონა, თან მით უმეტეს თქვენ როგორც მშობლებმა რო უთხარით, რომ აქ ეს დაგვხდება, აქ ეს იქნება, აქ სათამაშოებია, აქ ბავშვები იქნებიან, აქ სასრიალოები, რასაც გინდა იმას გააკეთებ, ითამაშებ. ეს მოლოდინები 100%-ით მიაქვს ბავშვს იმ გარემოში. და 100%-ით რო არ მართლდება, იწყება უკვე ამ გარემოდან გამოსვლის სურვილი, ან არ ყოფნის სურვილი. ამიტომ ერთი არის რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალობა უნდა აღწეროთ და მარტო სილამაზე არ არის ბაღში ყოფნა, არის ისიც რომ შეიძლება რაღაცა დაბრკოლებები არსებობდეს და ამაზეც უნდა ვესაუბროთ და ესეც უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ ბავშვისთვის მოლოდინები არ იყოს მხოლოდ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის, ეს არის ნდობის ნაწილი, რომ მე როდესაც დავუშვათ თუ რამე შეგაწუხებს, თუ რაღაცა არის და არ მგინდა, მე აქ ვიქნები, მე მოვალ, მე აუცილებლად შენს გვერდით ვიქნები. ეს უსაფრთხოების განცდა ბავშვს უნდა კონდეს.